იქამდე ვიკეთე, მანამ არ დავიგვასე რა. საშინელებად ამემართა. დასალევს და წამალს მეთქი პლანს აღარ დავაყოლებ. მილიონჯერ ვცადე გადაგდება მარტო. ლომბარდება დამღუპეს. არა, ჩემი თავი დავღუპე, მაგრამ ნუ ჩემი ყოფით რა ვიცი, ვეცდები რომ უკეთესი ადამიანი ვიყო. სადაც 19 წლის ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი წავიდა ევროპაში და შევთანხმდით თუ რაღაც ეგეთი რასე მახსოვს, რომ ჩამოვა ყველეთად გავსინჯავდით ამ პრეპარატს რა. ამდე მოხმარებული ვიყავი ალკოჰოლის და მსუბუქი მოსაწევის და დადგა ის დღეს და ჩამოვიდა ჩემი ძმაკაცი, შევიგრიბეთ, მოსაწევი მოვწიეთ, დავლიეთ, ვისაუბრეთ, გავერთეთ და მოვიდა ის პერიოდი, რომ აი უნდა მოგვეხმარა რა ის რაღაცა. სულ ეკითხებოდი როგორი გამეცინება, აი მოსაწევზე მიჩვეული ვიყავი, რომ უნდა გაგეცინოს და უნდა მხიარულად უნდა იყო და რა ეს და ხო ხდა ის ანუ სხვა რას შემედარებინა არ ვიცოდი და არა რა მხიარული და მაგარია და აი რაღაც იდიოტური იმაზე რომ მოდი ყველა მეტად გავსინჯოთ შეიძლება რაღაც სხვა ყოფილიყო მოდი ყველა მეტად რაღაც სხვა გავაკეთოთ რა ნარკოტიკი გავსინჯე მოვტი რწყევით და ყოშ არ გამისწორდა მაგრა რა ვერა ვიტანე მაგრამ ძალიან მაგრამ ეწყინა აი გავგიჟდი მეთქი ყველას მოწონს მე რატო ვარ გამონაკლისი გამოდი მე დღეში ისევ დავოდექი ამ ჩემს მაგას რომ მეთქი მოდი კიდე გავაკეთოთ რა კიდე მივიღოთ კიდე მოვიღე კიდე არ გამისწორდა იქამდე ვიკეთე მანამ არ დავიგვასე რა მანამ არ გამისწორდა მანამდე ვიყავ აი ესე დავადგებოდი და მოდი აბა კიდე განყენებულ ნაწილად ვიგრძენი თავის სამეგობროდან რა მაშინ იმ გადმოსახედიდან როგორ ამათ ევასებათ და ქუჩა სიტყვაზე და ვიღაცამ რამე არ თქვას რომ ეს აი რაღაც იდიოტობა ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც შიში მქონდა ყოველ ესე ვთქვათ რა რომ ის იმ საზოგადოების ნაწილი ვერ ვიყავი სრულფასოვანი რისიც მინდოდა რომ ყოფილიყავი რა აი ქუჩის და რაღაც ან და როდესაც არ ვიყავი ქუჩის ბიჭი და რაღაც ისეთი პოსტა ეს მიზიდავდა რომ აი უნდა ყოფილიყავი რა წამალი რომ გავსინჯე მე ვაკეთებდი ხოლმე კოქტეილს წამალს უხდება ალკოჰოლი ალკოჰოლს უხდება ეს მე უხდება ამას მე რამოდენიმე საათი აქ ნარკოტიკიც გაიჩიდა ჩემ ცხოვრებაში გავიდა ზუსტად რაღაც 7-8 თვე ზაფხული იყო დაწყებული და ერთ დღესაც ავდექი ციოდა ძალიან თავს ვერ უზნობდი კარგად და მაგასთან გავსულიყავი არ მოსულ რაღაც საქმეზე არ მახსოვს და შევედი შხაპს ვიღებდი და ბიჭო არ გამიარა სიცივე ბიჭო ცხელი უფრო ცხელი არ გამიარა თბილად ჩავიცვი ნუ ცხელა გარეთ იდეაში მეტნაკლებად არ გამიარა და დაურეკე ჩემს მაგას ვერ გამოვლა ალბათ გავცივდი მეთქი რა ვეუბნები და აუ კეთილი იყოს შენი მეუძანება ლომკის ქვეყანაშიო მეთქი ის ქვეყანაში ანუ არც მახსოვდა რომ ყველაფერს თავის საფასური აქვს რა და აუცილებლად თავის საფასური აქვს ყველაფერში კარგსაც და ცუდსაც რა ხოდა მან ძალიან მეწყინა რომ მეთქი მე როგორ ალო ის კი არა რომ მე ლომკა არ დამემართება უბრალოდ საიდან მოვიდა რა ლომკა ის ლომკა вообще რა შუაშია ლომკა ხოდა ეგ იყო ჩემი პირველი ასე ვთქვათ აბსტინენცია და ლომკა რამაც გამაგიჟა ძალიან ცუდად ვიყავ პირველი პრინციპის გადაბიჯება დაიწყო ტყუილით სახში ტყუილით რომ ფული მჭირდება ამა და ამისთვის და ამისთვის გამოვართვი მე კიდე გამოვართვი მე რაღაც მოვიპარე მე კიდე მოვიტყვე იმაზე რომ ეს არ მომიპარეა და ესე ერთმანეთს ესე დაეწყო მე უკვე იმის აღქმა რომ გცხვენია ამას როგორ აკეთებს სახლიდან ოჯახს როგორ პარავ ლუკმას მე მაგის გამო მოხმარება თვალს ვერ უსწორებს შენ აი ცოდვებს და შენ ამ რაღაც ჭაობში ანუ რა გააკეთე დამნაშავე ტიპი რო ხარ რა ხოთებთან ის პერიოდია რომ ეხა არავის არ უხინდა და ამ დროს შენ მიდიხარ და რაღაც ერთი კვირის სამყოფ თანხას
ხო დავარქვათ რომ ძალავ ოჯახს რა. ულტიმატუმებს უყენებ რომ აი ხა ეს მჭირდება, აი ესეთ უნდა ხდება, ასე მოხდება. მშობელი შვილისთვის გააკეთებს ყველაფერს. მაგის მაგით манипуляция, პირველ რიგში მაგით манипуляция რა. სახში საჭმელი ფული არ არის, მაგრამ იცი რომ мама და დედა გააკეთებენ შენთვის ყველაფერს, რომ ფული დაგითრიონ. იმიტომ რომ გჭირდება. რომ რამე თან იციან რა პერიოდიცაა, რომ აიმე ჩემი შვილი შარში არ გაეხოს. ლომბარდებმა დამღუპეს. არა, მე ჩემი თავი დამღუპე, მაგრამ ნუ ხელი შემიწყეს ლომბარდებმაც რომ დამღუპულიყავ. ხო მაგალითად საქორწინო ბეჭედი ჩემი 2 დღეში დავალომბარდე. შეიძლება 2 დღეშიც არა. თორე დავივიწყე. დავალომბარდე დავტოვე. ბაშარ მაინტერესებდა რა. არ იყო ჩემს არანაირად აქტუალური ბეჭედი. იმ ადამიანისთან ერთად რა ვიცი, ის ყველაზე მაგრამ მიყვარდა და უცებ ბეჭედს გააბდა აღარ არის. ვაფშე არ მაინტერესებდა რა. და ძალიან ბევრი რამე არ მაინტერესებდა. მაგალითად მამაჩემს ქონდა ტალონები საწვავის. ისე შეუჭამეს ტალონები. ცოტა მძიმეა ჩემთვის, იმიტომ თოცხალი არ არის თვითონ ეხა და თოდა მიჭირს ეგ ამბავი. ისე შეუჭამეს ტალონები, რომ მამიკო რაკენი, ანუ საწაიღე. ის კი არა რომ აი რაღაც მე არ ვიყავი თქო. ანუ გამორიცხულია ვინმე სხვას სახში რომ ტალონები აიღო. ანუ როგორ გამორიცხულია, იცით, აი არ ვიცი. და ისეთ უარზე გავდიოდი, თვალებში უყურებდი და ვატყუებდი, რომ მე ვეუბნებოდი. მეთქი არ ცხვენია, ამას როგორ მეუბნები. პირიქით აქეთ ვადანაშაულებდი, რომ ეს როგორ გაბედა და როგორ დამაბლავდა ეგეთი რაღაცა. ერთი პერიოდი დავდიოდი პროგრამაში, ჩანაცვლების პროგრამაში და დილით ადექი მიხვედი დალიე წამოხვედი, მიხვედი დალიე წამოხვედი. ექსტრემი გაქრა და მაგიდან გამომდი რომ ექსტრემი გაქრა, დავიწყე მოხმარება ისე. ეს აღარ მქონდა, ეს აზარტი დაეკარგა იმ მოხმარებას. ლოდინი აღარ იყო. რაღაც ლოდინის პერიოდში სამეგობროსთან ერთად რაღაც ჭორაობა და ეს პონტი არ იყო. ერთობა დაიკარგა სამეგობროში. ყველამ თავისი პონტი ანუ ყველა თავისი იმაზე იყო. ანუ აი ეს და მე უკვე იწყება ეს ხვდები ამის მოთხოვნილება ორგანიზმში, რომ საწავიდე ეს ლოდინი, ეს ფული გავატანე და არ მოვიდა, ან ფული გავატანე და რა მაგრამ მოვიდა ამით. კმაყოფილება საწავიდა. ვაფშე არ იყო. ერთი პონტი იყო, მიხვედი და ჩადექი რიგში, მოგიწია რიგმა დალიე წამოხვედი. всё. მაგრამ ვაფშე გამაგიჟა, ვაფშე ეს სიგიჟე იყო რა. მეტოდის პროგრამაში ყოფილი ვარ, თუ არ ვცდები 5 ჯერ. ოღონდ პატარა პერიოდებით 3-3 თვით რა. რაღაც ცხოვრების ძირითადი ნაწილი ცხოვრობდი ჰოლანდიაში მე და ყოველ ჰოლანდიაში წასვლამდე ვეწერებოდი ხოლმე მეტადონის პროგრამაში 2-3 თვით, რომ ფული დამეზოგა. რომ რაღაც ფული მქონოდა, იქ წავსულიყავი, რავი. იქ მოვიხმარდი ძალიან მძიმე რაღაცეებს, რაღაც ერთ პერიოდი მე გადავედი აბებზე, იგიბეზე, ოღონდ ინტრავენულად აღარ მოვიხმარდი, მე ისე ინტრავენულად, მე აი ესე რას დავხტუნავდი იქით აქეთ რა. რახან არჩევანი დიდი იყო და ძალიან ხელმისაწვდომი, აი ძალიან ვერ წარმოიდგენთ ხელს რომ გამოწევს სახლიდან, რაღაც ჩაკიდებს ყოველთვის. ფესტივალზე წავიყვანე შვილი. მაშინ იყო 3 თუ 4 წლის იყო. 3 თუ 4 წლის იყო და დიდი ფესტივალი იყო ძალიან ჰოლანდიაში. ხრებზე მეჯდა შვილი, ნასვამი ვიყავი საკმაოდ და ჯოინს ვეწეოდი. და უცებ ვახტა შვილი აღარ მიდის ხრებზე. ანუ ეს მოდიხარ ბავშვი ყავს ხრებზე, თუ ერთ მომენტში კაპ და შვილი აღარ არის. კინაღამ გავგიჟდი. ანუ ის მომენტი რომ ჩამოვსვი და დავსვი, ხელი მოვკიდე. ანუ ვაფშე არ ვიცი საწავიდა ბავშვი. პირველ მასე ერთ წამში გაქრავ. და ფესტივალი ერთი მინიმუმ 20,000 კაცია. ღამეათა. სად უნდა მიაგნო ვაფშე რო არ იცი რა. ვაფშე რა მოხდა, მაგასაც ვერ ხვდები. ამ დროს პახდო ვაღწევ მოწევას ჯოინტის რა. ის კი არ რომ და რაც ადგილას მივედი,
ჩემ სახლთან იყო ახლოს პარკი და სადაც თამაშობდი ხოლმე ჩემს იქ მივედი და დავჯექი ეს ხალხი დადის იქით აქეთ და დავჯექი და ისეთი პონტი იყო რომ თავიდან დავიბრიდო რა იქამდე მივედი რომ თავს მოვიკლავ ახლა მაგრამ მანდაც ეგეთი ნიუანსი იყო თავის მოკლაც იმდენად მხდალი ტიპი ხარ იმდენად დაბალი თვითშეფა იმდენად სულ ტიპი ხარ ესეც მაგაზეც იმიტომ ვფიქრობდი რომ თავის შემეცოდნები და ეს ემოცია მქონოდა რომ აი მე რა საცოდავი ვარ ეს ადამიანმართა და მე ხო სახში ვერ მიბალასე ანუ ყველაფერს პასუხისმგებლობა ანუ ბაბში ყველაფერს გავეკეცი რა და ესეც მისწორდებოდა რომ აი როგორ ადამიანმართა თავს ვიკლავ და ამისთაც რაღაც ყვებაში ვიყავი ამ სიგიჟით რა და ესე ვიჯექი 15-20 წუთი და გავიხედე და ჩემი შვილის მეგობრის მშობლებს მოყავთ ჩემი შვილი. თურმე მე ეს ჩემი შვილი ჩამომისვია, ესენი შეხვედრინო, უთქვამთ რომ დაინახეს როგორ ვიძეც ვარ და რაც მჭირს და გავასეირნებო შენ შვილსო და იქ დამიბარებია, იქ. და მე ალბათ ქვეცნობიერად იქ მივედი ავტომატურად. და იქ მომიყვანეს. ვეჩხუბე შენ შვილს მაგრამ მეთქი მეგონა რომ დაიკარგა და ამათ მე იპოვეს. არა, რატო ეჩხუბებიო? ხო ჩაგვაბარევეს ბავშვი რაღაცები და მე ნელ მართალი ითხრა, ეხაც არ მახსოვს რომ მე მაგათვის მიმეცას. მაგრამ თავი გავიმართლე, მეთქი ხო რაღაც. მაკედან მივიყვანე შვილი, ეგრევე წავიყვანე სახში, ისევ არ დამეკარგოს თქო. დავბრუნდი უკან ფესტივალზე და უარესად გავწყდი. ასე დავაჯილდოვე თავი, იმის მაგივრად რომ ხო ხტები ამას არ ვიზავ და აი მეურვე გათენდა და გადავწყვიტე რომ დასალევს და წამალს მეთქი პლანს აღარ დავაყოლებ. აი იქ პროგრესი ეგ ჩავანისხნი რა, გავიმარჯვე და მივხვდი ვითომ ჩემი აზრით იმას რომ პლანი არ უხდება რა, მით თვითონ ბავშვი მყავს. გამოფენა გავაკეთე. თავისთავად მოხმარებული მივედი ამ გამოფენაზე, ჩემ გახსნაზე, იქ ალკოჰოლი დავამატე რაღაცა. მოვიდა ჩემი ძმაკაცი, ძალიან ახლო მეუღლესთან ერთად, რომელიც გამოჯამთელებაში იყო, და სხვაშორის ბევრი მსმენოდა ამ ჩემ ძმაკაცზე, რომ გამოჯამთელებაშია და შეეშვა ყველაფერს. პაძელნიკობით მანამდე მოხმარებაში რო ვიყავი და ვერ წარმომედგინა თუ ეს ამ ადამიანს შეუძლია სიფხიზლე. არ მჯეროდა რა, მეთქი უეჭველი რაღაცას მოიხმარს და მაინც გხვდები და ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს ვერავინ. დამეხმარა თვითონაც თავისთავად რა, დამეხმარა გამოფენის ორგანიზებაში. გაყიდე რა მენახატიო? მკითხა. მეთქი არაფერი გამიყიდე. თითქოს მეუბნება. აი რამ მდგომარეობაშიც შენ ხარო? მასე ნახაც ვერ გაყიდიო. მეთქი ჩემი მდგომარეობა რა შუაში ნახათა რაღაც. და მე ნელ-ნელა რაღაცები გავაანალიზე. და დავხვეჭე თვალები და გავყევი ბრმად. დავტოვე, ანუ მივხვდი იმას, რომ მილიონჯერ ვცადე გადაგდება მარტო. აი არ ვიცი რა ზომა და რა ძალა არ ვიხმარე, რომ პროსტა მომეშორებინე ეს ყველაფერი რა. ამ გამოჯანმრთელების პროცესი არის ძალიან საინტერესო. იქ ჩემნაირი დამოკიდებულები არიან ბევრნი და პირველ პრინციპი იყო კონცეფცია და პრინციპი არის უნდა იყოს გულწრფელი. შენ თუ გინდა რომ ამ გზაზე დადგე და იარო, უნდა იყოს გულწრფელი. ეხა რა გაწუხებს უნდა თქვა, რა ემოციას გვწევს. თავიდან ეს ჩემი პატერნი რაც ქვია, რაც ჩემი ტვინში რაც მქონდა ეს მიზნის მიღწევა მანიპულაციით, მიზნის მიღწევა ტყუილით, მიზნის მიღწევა თავის ეს ყველაფერი. ამას იყენებ იქ, მაგრამ ამას ყველაფერს განახებენ გვერდით მდგომები. გემოვნებია რომ აი ეს ეხა შენ ეს გააკეთე. შენ თუ რაღაცა მთხოვე სიტყვაზე მანიპულაციით ხო? შეიძლება პირდაპირ მითხრა რომ შენ ეს გინდა. რომ იქ თუ მიდიხარ, აუ, ჩემ ძმობას გაფიცებ, რაღაცა გამომიყოლე რა, მაგის თქმას რომ დახმარებას გთხოვ რა, ის გამომიყო. აი, ხვდები, შემოვლითი რაღაც მლიქვნელური პონტი რო არ იყოს. თავი პონტი რაც მქონდა ის იყო, თითით შევაბიჯე რეჰაბში ის იყო დამნაშავეობა მამაჩემის მიმართ რა, რომელიც გარდაიცვალა 2013-ში. დამკვირვებელი პონტი იყო იმის აღიარება, რომ
რაღაცნაირად წვილი მიმძღვის იმაში, რომ ამოჩემი გარდაიცვალა რა. მაგას თვალს ვერ უსწორებდი და ამაზე საუბარი მიწევდა ხშირად მეებში ფსიქოლოგთან და მოკლედ გავიარე რა ეგ ამბავი და თვალი გაუსწორე მაგ ამბავს. დამნაშავება სულ გამიხრევა მაგას ვერ ვიტყვი. ასე აღარ მაქვს დამნაშავება. მაგრამ სწორედ ვაფასებ ახლა იმ სიტუაციას, იმ ჩემ მდგომარეობას და ვიღებ იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც ვიყავი, რა სიტუაციაშიც და რა კონდიციაშიც ვიყავი და ჩემი ყოფით, რა ვიცი, ვეცდები რომ უკეთესი ადამიანი ვიყო და ისეთი ვიყო, როგორც რავი, მამას გავუსწორდებოდა რა. რომ დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ რავი, ეხლა გაუხარდებოდა ძალიან როგორც ვარ რა. და კმაყოფილი იქნებოდა. ეს არის და ეს.